გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო და ნადირობის მოყვარულებო. განსაკუთრებით საფანტი თოფის, საფანტსაც ეძახიან გლულუიენ თოფის მოყვარული. აი ესეთი თოფი მაქვს. ხელად ჩამივარდა ძალიან მაგარი როგორ ძალიან ისეთი უცნაური თოფია. Hand Group-ის XRP 101. აი ესე ქვია. თურქულია. 1030 ლარი ღირდა. შესახედავად გუშიანი თოფია. რაღაცა რო თქვა თავიდან რომ რაღაც ღირსშესანიშნავი თოფია და არიქა და რამე არ ეთყობა, მაგრამ ამას აქვს აი ესეთი რაღაცა. აი. ანუ ტყუებს ამაში ჩაალაგებთ. გაკეტავთ, გადატენით და გამოიყენებთ. მე ისე გადატენით კიდე ისვით. ანუ ამან მომხიბლა რა. აი ახლა ეგ შეხედეთ. აი ეგეთი რაღაცა. უკან გამოწევთ, ეს ჩაიხსნა. და იარაღი გახდა ესეთი. გადაადგილებას ადვილია, შეგიძლია ესეთ რაღაცა ზურშანთაში ჩატოთ. ამ ხელა თოფი მოკეცილი. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. სანამ გადასილი მაქვს, ბარე მაგასაც ვიტყვი. აქ ორ ჩადებთ ტყუიას. შიგნით. აი ესე. თუ აღარ გინდათ ამის, ხო აი მას უბრალოდ აი აქ მიაწვევით ამ პერკეტს და ტყუია თავისით ამოვარდება, ანუ ნადირობთ, ტყუია ჩარჩა აღარ გინდათ, ხო ამის ამოღება. უბრალოდ აი მას მიაწვევით აი აქ და ტყუია ამოვიდა. ამას გადაკეტავთ და რა ვიცი, ჩვეულებრივ გექნებათ. ეგ არის ძალიან მაგარი. რატომღაც ამ თოფის არსებობის რო გავიგე რომ არსებობდა ესეთი რაღაცა. განხილვა ვერ ავნახე. საზღვარგარეთ არხზე იყო ერთი. მარტო ისიც ვიღაც ტიპი ისო და რაღაც ისე მოდი ვილაპარაკოთ ეხლა თოფზე. თოფი არის პლასმასი. უკან როგორც ტრადიციულად თურქულ თოფებს ვაკთ, ეს კაუჩუკი აქვს რბილი, კარგი, მხარზე კარგად ჯდება. სამიზნე თვითონ ეს თამას არის სწორი, არ იკმინება, ანუ რაღაცა ისინი არა აქვს. გადმოწეული და გადაწეული 1030 ლარი ღირდა, ხო? აი აქ ცოტა ჭრელია, რაც არ მომწონს, აი აქა. ხო აკეთებ არა, რატო აკეთებ არ ვიცი, მაგრამ ნუ ამასაც მოევლება რა. აქ შეგიძლიათ რამე დაამაგროთ, ან ოპტიკა რაღაცა, რა ვიცი. პიკატინის თამასა უყენია. ის არის, რა ქვია, ცველი, სამკუთხედი. ანუ აი აქ კიდე ერთი ბერკეტი. გადატენილ მდგომარეობა შეგიძლიათ ამას დააწვეთ. ეს გაიხსნება, აი ეს. რო გათიშა რა. ო, ოდნავ ჩამოწევ და ეს გაითიშა. და გაატყაცულებ რა. ო, ტყუიასა და ტყუიას უარ დაარტყას, აი ეს ბერკეტი არის მაგისთვის. ტყუიები შეგიძლიათ აქედანაც, მეცა. აქედანაც ჩადოთ, როგორც ჩვეულებრივ სანადირო თოფში. და შეგიძლიათ მერე აქედან ამოიღოთ. ამ პირდაპირ ამაში ჩაალაგოთ. ჭიჭი მიდის 7 ტყუია. ერთი შეგიძლიათ პირდაპირ რულის არხში შეინახოთ, ანუ ჩადოთ 8 ტყუია მიდის. ეხლა ნახე ამას კიდე მუღამი რა აქვს. გუშიან თოფს ხშირ შემთხვევაში. რომ გადმოწევთ უკან. ხო? წინ უნდა მიწიოთ რომ წაიღოს. ამას ეგეთი რამე არ უნდა, იმიტომ რომ ზამბარა უყენია, რომ მოწევთ, ხელით რო გაუშვა უკვე, თავისი წაიღო, ეგ მაგარია რა, იმიტომ რომ მე მაქვს გუშიანი თოფი. და იმას უნდა ესე რა, უნდა გამოწიო და მე წინ მიწიო რომ თვითონ წაიღოს. ამას ეგეთი რამე არ უნდა, აი შიგნიდან ზამბარა ეთყობა, არ ვიცი, აი ჩაახედე, ზამბარა თუ ჩანს, ეგ ზამბარა უკან დამაბრუნებელი, ანუ გადატენე ხელი გაუში, ან მიაყოლე ხელში ხო გიჭირავს რომ ადვილად იმას, ეგ არის ძალიან მაგარი რა. ძალიან მაგრა მომწონს. სამი ჩოკი მოყვება თვითონ. აი ესენი ეხრახნება. ჩოკი ვინც არის ის გეტყვით შევიწროებებია, სამი შევიწროება მოყვება. რა ვიცი, შესახედავთ არის რაღაცნაირი რა ლამაზია და კიდე აი ეს არის ყოვლად საოცარი რა, რომ თოფი შიგნიდან მინდა გაჩვენოთ. გასაწმენდათაც. რა
გაუმართლებლად მეტი ზეთია, რაც არ დატოვოთ არასოდეს ეგრე ზეთი არ იყოს იმაში. იარაღში, იმიტომ რომ მე მტვერი შედის და ატალახდება და მიეკრობა და რაღაც. ზეთით გაწმინდეთ, მე გაამშალეთ, აი უკიდურესად კარგად რა. ესე, მოდი ახლა 3 ტყვია ჩავდოთ ამაში. არც ამჯერა რომ ამას მე ვაკეთებ. მაიცა ტყვიებს გაჩვენებთ როგორ ავდებ. ბოლოს ისვრის აი ესეთი ფინდიხია. ფინდიხს ჩავდებ. ეს არის ზუბერის ვაზნა 28 გრამიანი. რა ნომერია კი არ წერია? 9 ნომერია, ხო, 9 ნომერი ზუბერი. და ეს არის 5 ნომერი. ანუ პირველ სისვრის 5 ნომერს, მერე 9-ს და მერე იმას რა ქვია. ეხლა ნახეთ. აი წინ 35 მეტრში მიკიდია ქაღალდი. სამივეს ვესვრი. მერე მივიდეთ ვნახოთ გაფანტულობა და ასე შემდეგ. ვეცდები რომ დაუმიზნო პირდაპირ შუაში. და დანარჩენი მერე უკვე იმაზე დამოკიდებული. რაღაცას მინდა რომ მივეყუტო რომ კარგად ისაქნა. აი ახლა ფინდიხი იქნება. სოლას რომ მორჩებით იარაღი გახსენით და დარწმუნდით რომ შიგნით არაფერი არ არის. რა მაგარია ესე რომ იხსნება, რა ვიცი რა. მე პატრონებად ხომ ნახე თუ არა, ეგრევე ვიყიდი, არც ვაპირებდი ხიდოს, მაგრამ აი ესეთი რაღაცა რომ ნახეო. თან გამყიდველს, რავი, გოლი ხაძე დაუფიცნია რომ არაფერი არ მოუვა, არაფუჭდება და რაღაცა. სროლის შემდეგ გილზები მოაგროვეთ. მოტრიალდი მიოსიჭა. ხა მივიდეთ ვნახოთ თვითონ იმ ქაღალდს 35 მეტრში ამ თოფმა რა გააკეთა. ვა, ხერხელაც იქნება, ვიღაცა ჩაიძირება. აჰა. აი აქ უმიზნებდი, აი სად მოხდა ზემოთ. ამ ზემოთაც არ არის, ხო იცი? არ ვიცი, ესე რატო აქვს ძალიან ცუდი გაფანტო აქვს რა. ერთი აქა მოხვედრილი. აქა ფინდიხი. დანარჩენი 2 ნომერი ჩოკი ეყინა, შეიძლება ჩოკი ეგარ უნდა დამეყენებინა, არ ვიცი. აი აქ ნახეთ. მაგრამ ძალიან არის გაფანტული რა. ეგორი ერთი აქ მოხვედრილი. ერთი აქ, მაგრამ ძალიან შორიშორს არის რა. ვინც მაგარი მონადირეები ხართ, თქვენი აზრი დაწერეთ. ამ სიშორეზე მე მგონია უფრო უნდა იმას მოხვედროდა, რა ქვია. ესე ძალიან არ უნდა გაიფანტა. კონტეინერული მესვლა შეიძლება იმას არ გაიფანტა, არ ვიცი. ნუ ყველა შემთხვევაში ჩემი მისი ამ შემთხვევაში ისაა რომ დავაყენე გვერდზე ნაღდი არ მისროლია, ნახე თვითონ შეაფასე თვითონ იარაღმა როგორ გაისროლა და რა გააკეთა. დანარჩენი ხო, საკიდი აქვს აგერ ერთი. მეორე საკიდი ზოგთობს არა ხოლმე რაც წყინს. ეს არა მოძრაობს, ეს მოძრაობს, არ ჩაიხვეს. ესე ხარში განdaikidebთ. კიდევ ერთხელ ვთქვი რა, ეს არის hand group-ია, ეს თვითონ XRP 101. აი ესეთი ძალიან უცნაური კონსტრუქციის თოფი. ესეთი მე მისროლია, ოღონდ ისე ყოველთვლიანი ესე იხსნებოდა, ტყვიას ჩადებდი, გაისოდი, მაგრამ აი ესე რომ ამდენი ტყვიები წასულიყო შიგ და რაღაცა, პირველად ქართულ ინტერნეტ სივრცეში კი არა, ვერც რუსულში ვერ ვნახე, ვერც უკრაინულში და ვერც ამერიკულში. მარტო ერთი ვნახე.
ეხლა ჩვენ ქართველებს ამის განხილვა გვაქვს. იარაღი რავი, როგორ გითხრათ რა, აი ამის გამო ძალიან მომწონს ეს რო იხსნება. ეს როგორც მოხსნა არ მომწონს. აქ კიდე რაღაც ნიუანსები შეიძლება იყოს ამის გამოცვლა, რომ უფრო შეჯგუფულად ყოფილიყო, ან არ ვიცი რა. მოკლედ მე სამხედრო ვარ და რო თქვა რომ მონადირე ვარ და არიქა, მოვიტყუილები, არა ვარ მონადირე. დანარჩენი აი ესეთი თოფია, ვისაც გაქვთ. გილოცავთ, ვინც არა და აგერ ნახეთ, შეიძინეთ. თქვენ თავზე გამოცათ ეხლა 1030 ლარი ისეთი ფასი არ არის, რომ აი და ვიგან მიშველით. გამოიყენეთ. კაი ნადირობას გისურვებთ, კარგად გზავნებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.